მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე ამ დროს უნდა ტაში მანამდე კი არ ამ დროს ჭირდება ტაში ვიწყებს სასიხარულო ინფორმაციის ძვირფასო მეგობრებო გილოცავთ საპარლამენტო არჩევნები 120-ზე პროპორციული წესით ჩატარდება მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა ესეთი რამ რომ აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება ეს დღე პირველ რიგში არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება ამ დღეს ყავს ერთი დამარცხებული და ეს არის კრიმინალური ოპოზიციაო ესე თქვა ამ კაცმა 20 ივნისის დარბევის შემდეგ აქციებზე ხალხის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო კობახიძის გადადგომა და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. ხომ გახსოვთ? გახსოვთ? ქართულმა ოცნებამ რომ რამდენიმე დღე ფეხი ითრია, მერე დასავლეთი რომ ჩაერია და რომ დათანხმდნენ პროპორციული წესით ჩატარებას, ესეც ხომ გახსოვთ? გახსოვთ? მერე განრისხებული მაჟორიტარები ვითომ აჯანყება რომ მოაწყეს ამათმა და მაჟორიტარული წესის დატოვება რომ მოითხოვეს საკუთარ თავს, მოსხოვეს საკუთარ თავს და რომ ჩაშალეს ეს შეთანხმება, ესეც ხომ გახსოვთ? გახსოვთ? ამის შემდეგ 150-ზეო ეს არისო ბოლო შეთავაზებაო ხელისუფლებამ რო უთხრა, ესეც ხომ გახსოვთ? გახსოვთ? ხო და ამის მერე გამოდის ეს 20 ივნის გადაყენებული თავმჯდომარე და ამბობს რომ 120-30-ზე მივიღე და ეს არის ჩვენი გამარჯვებაო. ამოცანა გვეკითხება ამ ყველაფრის შემდეგ ვინ არის ირაკლი კობახიძე? ამოცანის პასუხების ჩაბარება შემოდგომაზე იქნება ძვირფასო მეგობრებო არჩევნებზე ან შეგიძლიათ მომწერეთ ჩემს პირად Facebook-ზე მაინც რომ კორექტულობის ამბავში აუცილებელია. გადავედით შემდეგ ოპოზიციაში კვლავ არ ცხრება დაპირისპირება ელისაშვილი კვლავ არ აპირებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას. ვნახოთ რა განცხადება გააკეთა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. ვნახოთ სტატია. ვისთანაც კოალიციას ვისურვებდი, ძირითადად მთაწმინდაზე არიან დაკრძალულები. ისეთი პოეტური განცხადება გააკეთა ალეკომ, რომ ლექსიც კი დამაწერინა. აქ ჩემს ახლოს მაჟორიტარს ზინავს მეფუძილით. აქ მწუხარე ეგზიტ პოლებს ვარდით და გვირილით ეფინება ამორჩევლის გრთომა მხიარული ელისაშვილს აკვარდა ოპლაცია. ეს სწრაფად უნდა ალეკო იმედია არ წყის ვანოს შოუსთან ხშირი კოალიცია. თაწმინდიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადმოვინაცვლოთ გამზირზე ერთი კვირა რაც გაიხსნა მოძრაობა და უკვე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომობილი დაეჯახა უცნაურ წინაღობას რომელსაც კახი კალაძე ავტობუსის გაჩერებას ეძახის. მოდით ნახოთ ეს ფოტოსურათი. ესე იგი, ამ ინფორმაციის გავრცელების გამო კახი კალაძე სავარაუდოდ მედიას სიცრუეში ამხელს და იტყვის, რომ მანქანა ავტობუსის გაჩერებაზე კი არ შევარდა, უბრალოდ გაჩერებაზე ჩამოეღვენთა. ამ ამბავსაც უხდება ეს ფრაზა, მანქანა კი შევარდა უცნაურ გაჩერებაზე, მაგრამ რაღაც ხო კეთდება რა ქვეყანაში. მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ სასწაული მოხდა. ბიძინა ივანიშვილი პანდემიის შემდეგ უკვე მეორედ გამოჩნდა. მეორედ. ის ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ესტუმრა, ესე იგი, რაც პანდემია დაიწყო, მის მერე მეორედ გამოჩნდა ეს ადამიანი, ეს კაცი ოლიგარქი და ერისმამა კი არა, ერთი უბრალოდ ციცინათელაა. რომ გამოჩნდება ხოლმე ბავშვები უნდა შემოცვიდნენ ხოლმე კაცში და უნდა ერთად დაიწყონ ყვირილი ციმ გამოჩნდი ციმ გაქრი ცინათელება ესეთი გამოჩენები აქვს ხოლმე ამ ღვთისნიერ ადამიანს ღმერთო რა კიდე კაი ეს კაცი მოგვევლინა ამ ქვეყანაში. ამ მოვლენაში საინტერესო ისიც რა იყო ბიძინა სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად კი არ მივიდა უნივერსიტეტში მარტო ათვალიერებდა შენობას რომ არავისთან არ ჰქონოდა კონტაქტი. ხოლო თუ ვინმესთან რაიმე კითხვა უნდოდა, ამ ადამიანს უკან მოყვებოდა ფოტოგრაფი და მთელი ლუგარის ლაბორატორია, რომ რამე ისეთი არ გადასდებოდა შეხებისას. მოკლედ ბიძინა ივანიშვილმა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი დაათვალიერა, ჩემი აზრით როგორი აუდიტორიები იყო ის კი არ აინტერესებდა, უბრალოდ იმის დასადგენად მივიდა რემონტის დროს რაში რამდენი იყო მოტეხილი.
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რამდენი მოტეხა, მთავარია რაღაც ხომ კეთდება ამ ქვეყანაში 8 წლის დაგვიანებით, მაგრამ რაღაცა ხო კეთდება. ბიძინა ივანიშვილმა ამ კვირაში სხვა ტრიუკიც შემოგთავაზა, კერძოდ მისმა ერთ-ერთმა კომპანიამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია 60 მილიონად მიყიდა ქართულ ბანკს. ანუ თავის თავს მიყიდა მიწა. ესე გამოდის რა 60 მილიონად თქო. ესე იგი ამ კაცში ორი ადამიანი ცხოვრობს. ერთი სულ ყიდის ყველაფერს და მეორე კი ყველაფერს ყიდულობს. ისე დაფიქრდი, იქნება და ცუც კტენის რაღაცას ის მეორე. ეგრევე რო ყიდულობ, რატო ენდობი მაგ კაცს? თვითონ ის კაცი არ ენდობა იმ მაგ კაცს, თვითონ მანებს ამენდობიან თუ თავის თავს ამენდობ. ვერ ვიბნევი. ისე თავის თავს არ უნდოდა ყიდვა სხვათა შორის, მაგრამ რა ეკნა, ფული დასჭირდა. სამაგიეროდ ის თავისი თავი კმაყოფილი იყო რომ იყიდა, კაიფაში ჩამივარდა და ვიყიდეო. თავიდან თავისმა თავმა 100 მილიონი დაუფასა. მაგრამ ამ თავის თავმა ევაჭრა და ძლივ ჩამოიყვანა 60 მილიონამდე. მაგრამ ჩემი აზრით მაინც არ უნდა ენდოს იმ თავის თავს. არ უნდა ენდოს. მე საერთოდ გული მიგზნობს შემოდგომაზეც ამ ხრიგს გამოიყენებს და არჩევნებს საკუთარ თავთან წააგებს. ასე მგონია. ორი ვერსია მაქვს, რატომ მიყიდა თავის თავს იპოდრომი. ერთი ის, რომ რამდენიმე დღე მოგება ვერაფერში ინახა და ლომკა ქონდა უბრალოდ რომ დაეკმაყოფილებინა და თავის თავს მოუგო ფული და ამით დაწყნარდა ფსიქოლოგიურად. მეორე კიდე ის, რომ უბრალოდ ფული გაათეთრა, მაგრამ ეს ჩვენ არხზე გაათეთრა ფული, თორემ ტელეკომპანია იმეზე სავარაუდოდ რაღაცა ქველმოქმედება ჩაიდინა და აჩენდა და კიდევ ერთი სიკეთე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიზნეს ბოლო ქმედებების ანალიზი რომ გავაკეთოთ, რას მივიღებთ? ესე იგი აქვს ამოჩემებული შიში, რომ ნაციონალები მოდიან, ჩაკეტილია და გარეთ არ გამოდის, ცარიელ შენობაში მივიდა, შენობის გასახსნელად და უკვე საკუთარ თავს მიყიდა მიწის დიდი ტერიტორია და თან ძალიან ძვირად, უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ ვარდენი გაგიჟდა, ძვირფასო მეგობრებო. აშკარად ვარდენი გაგიჟდა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცებს აკეთებს, რომ გაუგებარია ჩვენთვის. ბიზნეს აშენებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არა, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა ოცნების რამდენიმე ჩინოვნიკმა. არ მოგესმათ, ოცნების ჩინოვნიკები GPI-ში სწავლობენ, ძვირფასო მეგობრებო, მაღალ თანამდებობაზე, ვინც არის ანზორ ჩუბინიძე და სოსო გოგაშვილი და ასე შემდეგ და ბევრი არიან. ისე ხელისუფლებაში რომ მოდიოდნენ, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ უმაღლესი განათლება იყოს საჭირო. ეგ ვინმე ოცნების წევრიც ვერ ეტყოდა, იმიტომ რომ მათაც არ იცოდნენ, რომ ხელისუფლებაში მოდიოდნენ, უმაღლესი განათლება იყოს საჭირო და საიდან უნდა სცოდნოდათ. სტუდენტ ჩინოვნიკებიდან ერთ-ერთი არის სოსო გოგაშვილი. მოდით ნახოთ რა კომენტარი გააკეთა მან საკუთარ სწავლა განათლებასთან დაკავშირებით. დიპლომი უბრალოდ შემოვდო სადღაც თაროზე სახლში და ჩემს თავმავლობას ვამბობ, მაგის გამო არ გამიკეთებ. არანაირ პრობლემას არ მომიდგეს შემდგომში, რომ დავუშვათ რაღაც საგანმანათლებლო სფეროში მოვსინჯო ჩემი ძალები ან ნებისმიერ სხვა მიმართულებით. დიახ, თუნდაც. ეს დიპლომი სახლში დასადებად კი არ მინდა, შეიძლება ლექტორობა დავიწყო, ეს თქვა. გოგაშვილმა რომ ლექტორად დაიწყოს მუშაობა, ძვირფასო მეგობრებო, მაშინ მაგ ლოგიკით მე ჩემი მათემატიკის დიპლომით მიდივარ NASA-ში სამუშაოდ. მოკლედ, ლექტორობა პირდაპირ გეტყვი, რომ სოსო არ გინდა, ოღონდ ეგ არ ქნა სოსო და არასოდეს ვიხუმრებ შენზე. მომავალი თაობის გაფუჭებას ჯობია ისევ სამინისტროში გააფუჭო რაღაცეები, არ ვიცი. ასე ჯობია. რეგიონებშიც გადავინაცვლოთ, დღეს მინდა გაგაცნოთ ერთი საინტერესო პიროვნება. ეს გახლავთ ქობულეთის მერი, ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ ქობულეთის მერის ვიდეო, რომელიც ანგარიში წარსდგა საკრებულოს წინაშე. ნახოთ. სასურსათო კალათა მე მაქვს საკუთარი ხელით მიტანილი ძალიან ბევრ ადამიანთან. ვერასოდეს ვერც ერთი თქვენთაგანი ვერ ადგება და ვერ მეტყვის, რომ მე პოლიტიკური ნიშნით გავარჩიე რომელიმე განსაკუთრებით სოციალური დახმარების გამო. ეს ვიდეო რომ ნახე პირდაპირ სასწრაფოში დავრეკე. მეგონა რომ ცუდად იყო კაცი, ისე იყურებოდა და მე მითხეს რომ ეგეთიაო, ეგრე იყურება თვალებიდან და ისე წყნარი რომ ეგეთია ჩხუბიზოს, ალბათ ის თვალები უცვივდება პირდაპირ სახიდან და მე ეძებს სათითაო და საკრეფო. მოდი ახლა უხმოთ ნახოთ ეს ვიდეო, ძვირფასო მეგობრებო. იმიტომ რომ ხმით რაღაცა მაინც ისეთი იყო რა. მოდი აი უხმოთ მოусვით, გთხოვთ ხოლოდ მის ემოციებს დავაკვირდეთ. ხედავთ როგორ იყურება, თვალებითაც საქმეს აკეთებს.
იხთვის საქმიანი თვალებია. ქობულეთის მერის ეს გამოსვლა რომ ნახეს პირდაპირ დარეკეს ბოლივუდიდან ინდური სერიალის პროდიუსერებმა ესეთი დამაჯერებელი ემოცია ჩვენს არცერთ მსახიობს არ აქვსო და კინოში გადაღება შესთავაზეთ. მოდით აბა ნახოთ როგორ მოუხდებოდა ბოლივუდს ქობულეთის მერი. ნახოთ. არა, მართლა ბოლივუდის არის დაბადებული. მენანება ქობულეთის მინდა გითხრათ პირდაპირ. ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები და ხელისუფლებაც ჯერ ბოლომდე არ ხსნის შეზღუდვებს გარკვეულ სფეროებზე. მოკლედ ბევრს ბიზნესი გაუჩერდა, ბევრს შემოსავლის წყარო დაკარგა, ხალხს ძალიან უჭირს და გახარიამ განაცხადა რომ კოვიდის ფონდიდან ჯერ ფულსო არ ვხარჯავთო ჩვენო. მეორე ტალღისთვის ვინახავთო. ეს იგივეა წყალდიდობის დროს ადამიანი რო შველას გთხოვს და შერეუნება ჯერ მოიცადე ბარე ბოლომდე დაგფაროს წყალმა და მერე გიშველითო აი ესეთი სიტუაცია. თან 134 მილიონი აქვს დაგროვებული ამ ფონდში. მე ვფიქრობ რომ მეორე ტალღა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იქნება მიზანმიმართულად იფეთქებს მთელ საქართველოში რომ ეს 134 მილიონი ხალხს დაურიგეს სხვადასხვა ბოსტნეულის სახით. თუ მეორე ტალღის დროსაც არ დასჭირდათ ამ თანხის გამოყენება, მე ალბათ მთავრობის ჩინოვნიკები გამოიყენებენ ამ ფულს ხმელთაშუა ზღვის ტალღისთვის დასვენების დროს. ხო არის ტალღა და ანუ ორაზროვანი ხუმრობა არის, მიხვდით? უხარისხო კი არის, მაგრამ ორაზროვანი, ანუ ტალღა დასვენებასთან ასოცირდება და ეპიდემიის ტალღაც სხვა არის და ანუ ცოტა ამუშავეთ ტვინი, მე ხო არ გიხსნით. ისე ამ 134 მილიონზე და ამ თანხის არ დახარჯვაზე რა მახსენდება იცით, აი ბებია რომ კომპოტს გააკეთებს და ზამთრამდე რო არ გვახსნევინებს ხოლმე, ხო გახსოვთ ეს და ჩვენც რომ ზამთარს ველოდებით, მაგრამ მაშინაც რო არ ხსნის, იმიტომ რომ უფრო დაზამთრებას რო ელოდება და საბოლოოდ რომ კომპოტი ფუჭდება. აი ეს და მე მაინც ან სტუმარს უხსნით, ან სხვა ადამიანს რო ვაჭმევთ, აი ესეთი სიტუაცია. გიორგი გახარიას ძალიან საინტერესო საანგარიშო გამოსვლა ქონდა პარლამენტში, მან ოპოზიციას საკმაოდ მძაფრი ფრაზებით მიმართა. გთავაზობთ ვიდეოს. მაგარი კი არა. კურდღლები ხართ, რატო იცი? აი ამისთვის რომ ემზადებოდით ბიჭო. ესე იგი, ხედავთ როგორი ჭკისეთი კაცია რა, ისეთ ამბობს ხოლმე რაღაცა. სახომარო რაღაცებს ამბობს. ესე იგი, კურდღლები ხართო. მეგობრებო, ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ, შეურაცხყოფა არ მიუყენებია, დამიჯერეთ. კურდღელი რატომ ახსენა, იცით? აგიხსნით. ხომ შეიძლებოდა ეთქვა, რომ თქვენ თაგვის დღეში ხართო, თაგვებით ფშიშრები ხართო, მაგრამ არა. არ არის ეს კაცი ტომი და ჯერის სერიებზე გაზრდილი და ნუპაგაძიდან რაც ახსოვს, ის უთხრა თვითონ დეპუტატებს რა მენტალობითაც უთხრა თავისი მენტალობიდან გამომდინარე. პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა. არჩევნების შემდეგ პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენო. ეს რა განცხადება იყო, ვერ მივხვდი. ქართული ოცნება უქმდება თუ რა ხდება, ვერ მივხვდი. ამ განცხადებას თურმე გავრილოვიც გამოეხმაურა და დაეთანხმა. მართალიაო, რა იყოთო, ერთხელ ხომ უნდა ჩამოვიდეთ თქვენს ქვეყანაში ის რომ ამდენი მტერი არ დამხვდესო პარლამენტშიო. ეს ახლა ძვირფასო მეგობრებო, არც იუმორია, არც სატირაა, არც სარკაზმია, არც არაფერია და საერთოდ მომეშალა ახლა ნერვები და დამანევე თავი, არავის დანახვა არ მინდა. აბსოლუტურად არავის დანახვა არ მინდა. ისეთი დაძაბული მაქვს, თვალები მაქვს ესეთ. თუ შეიძლება ის რა ქვია, ეს ქობულეთის მერი გაუშვათ კიდევ ერთხელ. დაუკარი თაუნა ხო ხედავ აი ესეთ დღეში ვარ გამწარებული ვარ. დიდი მადლობა შენ შოუს მუსიკას აპრობებს ბენდი თამუნა ლეპეჯი.